ჩემ მარის კიდე ქონდა კომპიუტერი. გახდა ცუდად. და წამლის ფული რო არ მქონდა, ავდექი და გავყიდე. და წამალი ვუყიდე ბავშვსა. აიკანუში და ბავშვები შეიძლება ითქვას სოციალური დახმარებით არსებობენ. დედას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს. ანალიზების გაკეთებისა და მკურნალობის საშუალება არ აქვს. ქალი ყველის საწარმოში მუშაობს. მისი ხელფასი სურსათისთვის ძლივს ყოფნით. ოჯახი 400 ლარს ბინის ქირაში იხდის, რომელშიც ფანჯრები გატეხილია და წვიმის დროს ჭერიდან წყალი ნაკადულივით ჩამოდის, მაგრამ სხვა წასასვლელი არ სადაქვთ. დახმარების დაგვიანება არ შეიძლება. პირველ რიგში წამლები არის საჭირო. საბრალო დედას ცხოვრება რომ შევუმსუბუქოთ, საჭიროა სარეცხი მანქანა შევუძინოთ, წყლის გამათბობელი, ასევე საწოლები და ტანსაცმლის კარადა. ბავშვებისთვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ყველაფერი სკოლისთვის. მეგობრებო, ამ წესიერ, კარგ, კეთილ ოჯახს ჩვენ გარდა სხვა დამხმარე არავინ ყავს. ფონდში ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ისინი გჭირდებათ. სათნო ადამიანებს, ვისაც გულის სიღრმემდე გაწუხებთ, სხვისი უბედურება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.